გაუმარჯოს. სამშვიდობის კერდა გამიმშვიდობით ზუსტად 9 საათი. ხო და გამახსენდა რომ დღეს ეს რა არის არეტეოდა და საპნით ჩააგდე ბარბარე. გამახსენდა რომ დღეს ვიზარმაც და მეორე ვიდეო არ ჩამიწერია. და ვიზარმაცე კიდე, იმიტომ რომ ელენეს საროჭკა გადამჭა და სახათი და არ დამჭა. იოანე მიეცი ნიკოლოს. რაუ? ნახა? გავატანე ნიკოლოზასთან. საროჭკა ხვალ გავატან მარიამთან მათემატიკას თავისი კლასელებისა არის. დღეს წაიღეს ერთი. ორი საროჭკა გამაქვს მოკლედ გასატანებელი რა. ნინოს უნდა დაევარცხნა ჩემთვის თმა, მაგრამ გადამაგდო. არა და ისე ძალიან მიყვარს ხოლმე ვიღაცა რომ თმასზე მკიდებს ხელს. ისე ძალიან მიყვარს რომ რა იყოს. პატარები რო იყვნენ ხოლმე იოანე და ბარბარე, ჩხუბობდნენ ხოლმე რომ არამედ და გაუკეთებ დედას თმას, არამეო მეც მეტი რა მინდოდა და აი ესე გავყოფდი ხოლმე თმას და უკან ერთს დავისვოდი, აქეთ მეორეს და ესე მეუბნებოდი. ანუ ამ გაყოფილს მეთქი არ გადასცეს ერთი მხარეს, ერთის მხარე ერთია მეთქი მეორე მხარე. ხან რა საკეთე მე ხარასთელი თმის ამაგრებით და იმით, მოკლედ ვერთობოდით ხოლმე. მე ესე შევედი ხოლმე. ისე მაგრამ მე მეძინებოდა თმა რომ მქონდა შეკრული ნახეთ როგორ ამბობ. რა დავიკვარცხნო რომ სახში დამჯდარი ხალი ხო იცით რაც მოსდის სამსახურო აღარ აქვს. მარტო იბანს. იმედია ისა რა ქვია, ეგ უკიდურესობაც არ დავემართება რომ აღარ იბანს. ხო და გადამაგდო მოკლედ ეგ ამბავი უნდა ექნება ნინოს და დავანები თავი გაითქო. ხო და რადგან მეც ძალიან აუ ნინო წყალი მომიტანე რა ცოტა წამარს დავლევ. გუშინაც დამავიწყო და გუშინ წინაც. წყალი მომიტანე ცოტა ოღონდ რა რომ წამალი უნდა დავლევ. ის არ მომიტანო შე რომ მოგაქო. აი დედა. დაძინება მინდა. და ამ ვიდეოს მერე დავიძინებ უეჭველი. ხვალე მიდიან სკოლაში. მარტო ჩემი სახში. გამოვიძახებ შაურმას და შევჭა. არა. ისევ თქვი ხალხნო. გუშინ ფიქრობდი. რაღაცაზე რა ეს TikTok-ს რაღაცას ვათვალიერებდით და ხარასაჭველი ამოვარდება ხო იცი ხან რა იქ TikTok-ი ხო იცი ერთმანეთის ისინი რო არიან იმა რო ჭამა იმანაც უნდა ჭამოს და ეგეთი ამბავი და ჩემ აღმოაჩინე რომ შაურმას ერთ არ მინდა. მაგრამ სამაგერად ლაშს ვთხარი რომ ხინკალი აუ ეხა კაი ხორცის ხინკალ შევჭამდი მე რა უნდა მაგასო ხორცის მეტი რა არის მათ შუაშიო. ამოვიღოთ და გავაკეთეო. ეგეთი რომ მინდოდეს ხო? მე მინდა რომ ვზივა და ცხელ-ცხელს მომიტანე, მარტო რომ შევჭამ. ხო და ეგეც აღარ მინდა. ისე ამ TikTok-ზე გამახსენდა მართლა რა ის არის, აი ერთმანეთის დაიცა თავიდან იყო მოჩი. მოჩიც არა. ხო, მოჩი იყო. მოჩიც კი არ მიჭამია. მართლა არ მიჭამია, ხო გამოვიდა მაღაზიებში და რაღაცა, მაგრამ არ მიჭამია. მერე იყო დუბაის შოკოლადი. მეგონა რომ შოკოლადში იყო ვერმიშელი თავიდან. თურმე რაღაც ისა ყოფილა. ეგა ხო? ისიც და ისიც ორივე ერთად მწვანე როა პისტაო თუ პასტაო თუ პისი. ეგა ხო? მოიცა რაღაცაც იყო კიდე. მოჩი დუბაის შოკოლადი. მერე ის იყო ჩინური ყურძენი. და ეხლა არის
რა არ ვიცი იმ ნამცხვრის სახეობას რა ქვია, ხილს რო გავდა, რო ჩაკბიჩავ და ისრუა. ანუ ზემოდან შოკოლადია რო ხრამუნობს და თან რო შიგნით რომ მთელი გულები და ამბებია, ხო იცი? აი ეგ. ეხლა ეგ ტრენდია. ხო და სანამ ყველაფერი არ გაიაბდება, მე არ ვიყიდი. ხო რა. ხო, ერთი კითხვა იყო, რამდენიმე დღის წინანდელ ვიდეოზე მოვიდა, რომ თუ შეიძლება მითხარიო თუ აყურებინებდი ეს რა არის. ვიცი რაღაცა, ხო, პომადა. თუ აყურებინებდიო შენს ბავშვებსო, ემილიასო. ემილია გეცოდინებათ. ოჯახი, სადაც ემილია ქვია გოგოს, დიდ გოგოს და მამამისი უღებდა ვიდეოებს და საკმაოდ შემოსავლიანი ვიდეოები დღემდე. დღეს არ ვიცი, მაგრამ მაშინ ხო იცით, პირველი მოჩი და დუბაი შოკოლადებით რო იყო. რო გამოჩნდება რაღაცა ეგეთი არის. ნუ თავიდან ხა ხოიცი დაბლა რო გაქვს საქმე და რაღაცა და ქართველი ბავშვია ის ჩაურთე რამდენჯერმე რომ უყურებდნენ რა. მე ძალიან მალევე და ცოტა ხანი რო უყურეს, მე ისე მოხდა რომ ეს რო ჩავურთე, მეც ოთახში ვიყავი, არ ვიცი ვაუთოვდია რაღაცა, ნუ მოკლედ ჩემთან დასწრებით უყურებდნენ რა და ესეთი ვიდეო იყო რა. რაღაცა საჩუქრებს ხსნიდა, იმან გამომიგზავნა, ამან გამომიგზავნა, საკმაოდ ისეთი სოლიდური საჩუქრები რა, რაღაცეები, ყველაფერი რო არის და რაღაცა დანადგარები და იქ შოკოლადის შადრევნები და იქ კუხნის ის და ნუ მოკლედ. ხო და ერთხელაც რაღაცას ვაკეთე, ბარბარეს შევამჩნიე რაღაცა მიმბაძველობა. მოთხოვნა იმდენად არა, მაგრამ უნდოდა რომ ისეთი საჩუქრები ქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ძველი ვიდეოები ხარ, თუ ვინმე მომყვებით, აი ქედან. ათადან და ბაბადან. სანამ გოგოების ოთახი ესეთ ოთახად იქცეოდა, ხო გახსოვთ როგორი იყო, ეხლა ძალიან მაგრად მეზარება მე მოვქეკო. ან რომელიმე ვიდეოს წარუცა, რაღაც 3 წლის წინ ვიდეოებში უნდა მოვძებნო, თუ როგორი იყო ის ტერიტორია. და რამდენი სათამაშო ქონდათ. ყოველ მეორე თვეს რო ვალაგებდი და ვყრიდი და რაღაცა და სულ რო ქონდათ. მით უმეტეს მე უკვე ნინოს. ხო და მაგას ვამბობ რა, მე ხა ამ პერიოდს ვამბობ ნინო სანამ დაიბადებოდა. ივანი და ბარბარე რო პატარები იყვნენ, აი ემილიას მაგ პერიოდს ვამბობ. ხო და ეს რაღაც ეგეთი მიმბაძველობის ის დაიწყო, საუბრის მანერა შეიცვალა რაღაცა და მივხვდი რომ ანუ რაღაცა ცუდად მოქმედებს ეს ვიდეოები იმაზე. ნუ მე ვიფიქრე რომ ტობა მიჩვენება მეთქი ხა კაი ბავშვი არის და რაღაცა თან მე კომენტარებს ნახულობდი ხოლმე და ძალიან მებრაზებოდა იცი რა თემაზე რომ ბავშვია ხო აი ხა მაგალითად 6 და კიდევაც პატარა იყო ემილიას ვიდეოებს რო უღებდნენ ისეთ საშინელი კომენტარები წერებდა რომ ანუ კაი ხო იმ მამამის ხანდახან კი არა ბევრ რაღაცაში ზედმეტი მოსდიოდა ხოლმე რაღაცა მაგრამ ამის ფონზე ილანძღებოდა ბავშვი ნუ ჯერ მე ვერ ავხვდები რატო ქალები მით უმეტეს რატო უნდა დაუწერო ბავშვს რაღაცა საზღვრობები და რაღაცეები და მივხვდი რომ რაღაცა ვერ იყო რაღაცა არაჯანსაღი მიდგომა იყო როგორც ხალხიდან ისე ემილიას მამისგან იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ისეთი რაღაცა ვიდეოში გადაიღო რაც იმ ასაკისთვის იმ ბავშვისთვის შეუფერებელი იყო რა და ნუ ის იღებდა რა ნუ რა თქმა უნდა ყურებადი იყო ანტირეკლამაც საოცარი არის რო იცოდეთ ანტირეკლამა უფრო მაგრად მუშაობს ვიდრე აი ესე ჯიგრული პიარი ხო და ამას რო ადამიანი იფიქრებს გაიაზრებს რომ თუ მაგალითად ვიდეოს მოაქვს სიტყვაზე მომბობ 10 ლარი სიტყვაზე მომბობ ჩვეულებრივ ვიდეოს როდესაც რაღაცა ანტისაკეთებ
და იცი რომ იმას ცუდი რეაქცია მოყვება, სამაგიეროდ ის აკეთებს ასლარს. და აქაა გათვლა. თუმცა ემილია გაიჭყლიდა შუაში ბევრ რაღაცაში. ამიტომ აი ესეთი არაჯანსაღი მიდგომით, ვიდეოებით და რაღაცეებით აიკრძალა ჩემს სახლში ემილიას ჩართვა. ეგ კი არა. ვინმე რომ მოვიდოდა და რომ ხა YouTube-ის ჩართვა ხო ტელევიზორში შეიძლება იქ თვალში გამჭირს და რაღაცა და აუ ემილია არა. ემილია აქ არის. მე ნინოც რო გაიზარდა, ხა იოანის ემილია რო ჩაურთვე უყურებს ხა თქვენი აზრით. ძირითადად ბარბარე იყო რა მაგის ის თავიდან და მე რო ვუთხარ რომ всё. ძალიან ბევრი რუსული იყო ერთი მსგავსი ტიპის ისა, მამა უღებდა გოგოს და ბიჭს, იმდენად საყვარელი ვიდეოები იყო, იმდენად საყვარელი რომ რო იყვენ იმაზე გაიზარდა. ისინი აკეთებდნენ რაღაცა სათამაშოების მაღაზიაში, ჰქონდათ გასვლა რაღაცებს, მაგრამ იმდენად ბავშვურად და რაღაცა საყვარლად მონტაჟით ისეთი ბავშვური ჰქონდა, რომ აი საერთოდ იქ ცუც ვერაფერს იპოვიდი. ხო და ასე რომ რაღაცა გარკვეული პერიოდი აი თავიდან რომ დაიწყო და სანამ მივხვდი რომ იქიდანაც რაღაცა ისეთი მოდიოდა და მე ბარბარისაც დაიწყო ამ მიმბაძველობა და აქცევები და მოთხოვნები და რაღაცა ეგეთი მანამდე უყურებდნენ. ძალიან პატარა ხანი. და იმის მერე ჩემს სახლში ემილი არ ჩართულდა, თუმცა იყო რამდენჯერმე მცდელობა, რაც ავკვეცე. ხო. ანუ შეიძლება რა ხანდახან ისეთი ეგრეთ წოდებული ვითომ ბავშვური ვიდეოები, რომელიც ვითომ და საერთოდ საშიშროებას არ წარმოადგენს, ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს შენ დაუნებურად და ბავშვის დაუნებურად ბავშვს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის გულისწყვეტა იმ მომენტში, რომ წეღანაც ავთქვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი არ არსებობდა ეხლა ხო სამნი არიან და ყველა სხვადასხვა მიმდინარეობის სათამაშოს ყიდულობდი ხასიათიდან გამომდინარე. ელემენტარული ახალი წელი იყო თუ დაბადების დღეები, აი იმიტომ არ ყიდულობდი, რომ საჩუქარი ყოფილიყო, ხო იცნობ შენ შვილს რა მოწონს რა და აი მასეთ რაღაცას იმაშვებოდი რა და სამივეს ჰქონდათ შესაბამისად თავისი სურვილის და მიხედვით თავისი რა ქვია მოწონები რაც მოწონდათ აუარება სათამაშო და აუარება რა ყველაფერი. არაფერი აკლდებოდათ ყიდულობდით დაბადების დღე იყო რაღაცა მე ნანი ბიძინა დედაჩემი იქით რაღაცა ანუ ყოველთვის ჰქონდათ ბავშვებს აუარება სათამაშო და მე ხან ვარიგებდი ახლა უკვე რომ გაიზარდნენ და რაღაცა სულ დავარიგე სათამაშოები სულ ყველაფერი დავარიგე მარტო ნინოს უთხარი რომ ანუ შენ რაც მოგწონს და რაც აი შენია და იმიტომ რომ მე მაქვს აი ეხლა განახდი აი ეს დათუნია არის ჩემთვის ყველაფერი ეს დათუნია ისე ზის აქ რომ სამი ბავშვი გაიზარდა და ცნობიერებიდან რომ ჩავარდნენ და აი არც ერთს არ მოუთხოვია ამის აღება, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ამას არ მივცემდი. იმდენად ძვირფასია ჩემთვის ეს რომ აი ბავშვებს ესეთითი არ დაუკარებიათ. იმიტომ რომ სათამაშოები არ გაუფუჭებიათ. ჩემ შვილებს არ ვაძლევდი მაგის უფლებას, იცოდნენ რომ უნდა მოფრთხილებოდნენ, თორე აღარ იღებსებოდათ. ეგ შეთანხმება გქონდა. ხო და აი ესეთი ნივთები, რომლებიც ძვირფასია მეთქი შენთვის და იცი რომ შენია და რაღაცა აიღე და გქონდეს. დანარჩენი რაც არ გინდა, მოდი დავარიგოთ და ყველაფერი გავუშვით, რაც გასაშვები იყო. და მაგას ვამბობ რა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გქონდათ, რაც უნდოდათ, რითიც ერთობოდნენ, რითიც თამაშობდნენ, მაინც გქონდა ბარბარეს მიმბაძველობის და სურვილი იმის, რომ რაღაცა ქონოდა ისეთი. ხო და ეგ რაღაცა მომენტები იყო, ასე რომ ვეუბნებით, აი ხარ ვლაპარაკობ, გული დამეხარა. მივაყარე. ანუ ძალიან ცოტა ხანი
სანამ გავიაზრე რომ ცუდად მოქმედებდა ბარბარეზე ცოტა ხანი უყურებდნენ. ოღონდ კიდევაც რომ ეს იმ ბავშვის ბრალი არ იყო, ის იყო მამამისის ბრალი. და დღემდე რაღაც ვიდეოებს კიდე რო იღებენ და აღარ არის ესეთი პატარა ბავშვი. მაინც ისეთ მომენტში აი ხა TikTok-ზე უფრო მომიკრია თვარი, რაც თავის ასაკის შესაბამისი არ არის და თუ ხა მამა ეგრეთ წოდებულად პროდიუსერობ თუ მენეჯერობ თუ რაცა დაშვრები, უნდა გათვალო ისე რომ ის ბავშვი ძალიან პატარა აღარ არის. იმ კომენტარებს კითხულობს. და კაცმა იცის როგორ ცუდად იმოქმედებს მასზე. ასე რომ ემილიას წარმატებები, მაგრამ ჩემი შვილები არ უყურებდნენ. ძალიან მცირე ხანი, ალბათ ერთი კვირა. ეგრე. ხო, სხვა ისეთი კითხვა არაფერი არ ყოფილა. გუშინ სხვათა შორის აი დაუთოებულები მელაგა და სანამ სტუმრები სანამ დავსხდებოდით რაღაცა შევალაგები მეთქი ბარემ და რაღაც აზრი მომივიდა თავში რომ აი ამ თემაზე შეიძლება მეთქი ვიდეო ჩავწერო. აი როგორც ახლა თქვენ იცით მე რა აზრი მომივიდა თავში. ისე მე ვიცი. მიველი ზოგადად აი ხა მიველი მოველის ტიპის ხალხი რო ხართ რომ მიველი მოველი შეველი ჩაველი არ მოგწონთ. ამ ვიდეოში მიველი იყო. ხო და აბექი და მიველი იმ ადგილას. აი სადაც ეგ აზრი დამებადა რომ ხან არის ხოლმე რომ ხო იცი ოთახში რომ შედიხარ და დაგავიწყარის თუ შეხვედი. და რო გახვალ დახლი და რო შეიხარ და რო გახსენდება. მეთქი აი იქ რო დავდგები, იქნებ გამახსენდეს თქო. მაგრამ რომ მიველი ვერ გამახსენდა. ასე რომ დავრჩი ესე ჩალაგაპულებული. დღეს მეორე საუჭო ცხონდა დამეხატა, მაგრამ ისე წელი მომწყდა, რომ რა იყოს. ხო, კურდღლების გაყიდვაზე იყო კიდე დილას არა გუშინ დავდე მარტყოფის ჯგუფში პოსტი კურდღლებზე. და რამდენიმე მარტყოფელმა მომწერა რა და ვიცი რომ იყურებთ და გეტყვით კი იყიდით კურდღლებს, დაკლულ კურდღლებს. დაკლული იმას არ არიშნობს, რომ მარტო ხელი გამოჭრა რაღაცა. ისეთ თემას შევეხე, რომ ზოგისთვის ახლა კურდღელი და სიკვდილი და ყელის გამოჭრა ვაიმე იტყვიან. ყიდით. დაკლულ, გასუფთავებულ, გარეცხილ. აი ეგეც. დღეს 2 ცალი გავყიდეთ და მარაგში წეღანდელი დაკლული 2 ცალი გვაქვს კიდე და ეგეც რო გაიყიდება, მე ახლიდან ახალს დაკლავს. ასე რომ ყიდით კურდღლებს. მე რა საუბრობდი ლაშაკით. ეგრე. ქარია ხალხნო, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შუქი გვექნება ცოტა ხანი, მაინც სანამ ჩავეძიდება. მართლა ვაპირებ დაძინებას. საათი არ ვიცი რომელია. მოიცა? რომელია და ნახევარი ხდება 10-ის. მაგრამ მაგრად მეძინება. ხო და სანამ შუქი ჩაქრება ამ ჩვენი ქარიანობის გამო. წავალ და დავწვევი. ოღონდ მართლა მაინტერესებს ეს ქარი როდემდე უნდა იყოს. მართლა მაგრად მაინტერესებს ეს წვიმა როდემდე უნდა იყოს და მაინტერესებს ზოგადად ზამთარი როდემდე უნდა იყოს. ზამთარს იმიტომ ამბობ რომ გუშინ თოვდა. გაოცებული უყურებდი პლოშადკის ქვეშ დავდექი და თეთრი წვრილი ფიფქები ცვიოდა მე მელანდება. და ლაშა იცინოდა რომ ტელეფონში ფიფქები ეხატაო რა, მინდი რომ ნახეო და რა ფიფქები უღურაური ის გამოველი ფიფქები ციოდა. მე არ ვიცი. ნამეტანი ისეს ხა გენაცვალეთ მარტი-აპრილმა. მოიცა მარტი-აპრილე მაისი. ბოლოს არი მოვიდა უკვე ხალხო. დედა. მე საიდან მოხვედი ჟედალო ჩილო შენ დედაზე ბურდღა. ჩემი ცხოვრება. საიდან მე შემოგიშვა დედი. ეს ვინ მოსულ. ახეთ ხალხო რა ლამაზია, არ ვიცი რამდენად ხედავთ, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზია. ეხლა უყურეთ როგორია. ეხლა უყურეთ. ახეთ.
მე ჩემი ლომია ეს. ჩემი შოვი ლომია. დედი ისარკესთან ადგა თავის თავს უყურებს, ღმერთო რა მშვენიერება ხარ. მოდი, ჩემო მშვენიერება. რატო შემოხველი დეაკ? ნაცარა. ჩემი ნაცარა. გაბუტული ხარ, დედი? არა ხვიდე მანდ, მოდი ჩემთან. ნაცარა. ვინც მოგიზო, ჩემო მშვენიერო. როგორი მიყარს ეს ბავშვი. პანდა სად არის, დედი? ჰა? პანდას ეძებდი? ველიპოვე? ой, მიროღოკ. არა ხვიდე საწოლზე, მოდი აქ. ფისო. ჩემთან მოდი რა. ველურო, მოდი აქ. რას ეძებ? ფისო. რა უჩიმულობას მოდის. მოდი შენ აქ დაჭეკი? მოდი ჩემ. მოდი დედას მშვენიერო. ხო? რა არის? რავდი? ჩემი ვაშკაც კაცური კაცის კაცური სურნელი ხარ შენა? ой, მე როგორ მიყვარს ეს ბავშვი. ეს ძალიან მიყვარს, ხო იცით ეს როგორ მიყვარს. ჩემი არის კაცური კაცი. ეს არის სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. მიჩუპულყება. დედასი. ციმფია, ვინ არის დედასი? დადე თათოები? უნდა მიკინო? დადი. დადი უნდა მtkეთეს. ვაი. დადი დაძვე. იდი მოჩოდი. მოჩოდი, როგორ გორაობ მან. ტაველი აბა. ბედნიერი საღამო ყველას, ბედნიერი ღამე ყველას, შენ კი შემოგევლე გულში ბიჭო. შემოცხოვრებო. დავიდი. ნუ მყვა